კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 9 საათზე. სურსათის ფასების შემცირების მიზნით პრემიერმა შესაბამის უწყებებს კონკრეტული დავალებები მისცა. მთავრობის მეთაურის განცხადებით დაიწყება კონსულტაციები ბიზნესთან, ხოლო პარლამენტის საგაზაფხულო სესიიდან სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს. ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს. სუსში განმარტავენ, რომ შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. სურსათის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფასებს შორის არსებული სხვაობა დამატებით კვლევას საჭიროებს. მისი თქმით, პროდუქტებზე ფასების შემცირება მთავრობის მთავარი ამოცანაა. მმართველი გუნდის შეფასებით პრემიერ-მინისტრის განცხადება ადასტურებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზეა მიმართული. ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გავედეთ, ამით ბიზნეს უტევთო. ნაცები რომ ბიზნესის შეტევას სხვა საბრალებენ, ეს ცალკე სერია, მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამ არის. კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით ორი ძალიან საინტერესო ამბავი. პირველი, დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელები, ნაცკლასტერის ჩვეულებრივი აქტივისტები არიან და დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს. მეორე, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ გაუქმდა 195 მუხლი, რომელიც ასე გამოიყურებოდა. მუხლი 195, მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა. პირველი, მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის დაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გამოდევნის, ან ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. მეორე, იგივე ქმედება ჩადენილი ა ჯგუფურად, ბ არაერთ გზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე. მესამე, ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით, ან ასეთი დაზიანების ან განადგურების მუქარით. თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე ან ჯარიმით. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები იმის ნაცვლად, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრაზე ეზრუნათ, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ და აგენტებს ნაცების საწინააღმდეგოდ კი არ იყენებდნენ, არამედ მათი და ნაცების საერთო ბიზნესების და შესაბამისი PR დაზღვევების დალაგებაზე ზრუნავდნენ. ზუსტად ამიტომ არის, რომ ხაბეიშვილი ერთადერთი აგენტია, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბოლომდე გაშიფრა და მამუკა მდინარაძემ დაიჭირა. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, რომელზეც ზუსტად აგენტობის გამო ფიქრობდა, რომ შერჩებოდა. დასკვნების საზოგადოებისთვის მიმინდია. საინტერესო წიაღწევები ქონდა პრემიერ-მინისტრს, აქ შესაძლოა იყოს სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების სფეროც, ყოველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ფასების რეგულირება და ეს ფასები არ უნდა იყოს ასეთი მასშტაბით დიდი, ამის შესახებ შესაბამისი მოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. სწორედ ამას ეხებოდა პრემიერ-მინისტრი და ჩვენ შემდგომშიც არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ საზოგადოებას, რომელიც ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა შეერთებული შტატების მიერ ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონისა და კიდევ 4 ევროპელი სანქციებას გმობს. ტიერი ბრეტონისთვის მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმის გამო, რომ ის ევროკომისრის მოვალეობას ასრულებდა, მიუღებელია. ევროპარლამენტის სახელით მოვითხოვ გადაწყვეტილების სასწრაფოდ გაუქმებას, წერს მეცოლა. ცნობისთვის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა 5 მოქალაქეს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე ცენზურას ახდენდნენ. სიტყვის თავისუფლება არ არის ის, რასაც ევროპელი ბიუროკრატები განსაზღვრავენ, ასე უპასუხა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის აპარატის უფროსმა გევინ უაქსმა კაია კალასის განცხადებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება დააწესოს სავიზო შეზღუდვები ევროპის მოქალაქეებისა და ოფიციალური პირების მიმართ მიუღებელია და წარმოადგენს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობას. შეერთებულ შტატებს აქვს სუვერენული უფლება განსაზღვროს, თუ შეუძლია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სრულიად მართებული ზომაა იმ პირების შეზღუდვა, რომელთა მიზანია ჩვენი მოქალაქეებისა და კორპორაციების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩახშობა. სიტყვის თავისუფლება არ არის ის, რასაც ევროპელი ბიუროკრატები განსაზღვრავენ და მათი მარეგულირებელი ორგანოების გადაჭარბებული გავლენა უნდა დასრულდეს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროკავშირზე შანტაჟმა და ზეწოლამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. მის შესახებ ესპანური გამოცემა El País იწერს. სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცილებულებს ამერიკელების ცენზურაში ადანაშაულებს. დასჯილთა შორისაა ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი, რომელიც ციფრული მომსახურების აქტზე იყო პასუხისმგებელი. ევროკომისიამ დაგმო გადაწყვეტილება და ამერიკის ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა. ტრამპის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ებრძვის ცენზურის არასამთავრობო ორგანიზაციების ეკოსისტემას და გლობალური ცენზურის მანქანას, ნათქვამია სტატიაში. შეფასებები კეთდება თბილისში, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროკავშირში განსხვავებული აზრი შეგნებულად იზღუდება. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონსა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. ვაშინგტონი მათ ამერიკული პლატფორმების ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან ბევრი პრეტენზია ევროკავშირთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი ამ ბიუროკრატიის პირობებში სცილდება ევროპულ ღირებულებებს. ერთ-ერთი ესეთი ევროპული ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება და ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტებით უდასტურებს და უმტკიცებს ევრობიუროკრატებს, რომ ისინი შეგნებულად ახშობენ საწინააღმდეგო აზრს ევროკავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის ხოლმე დაუმსახურებელი აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ყოველგვარი მიზეზის არქონის გარეშე გარკვეული ევრობიუროკრატებიდან ეს კრიტიკა ჩვენ ხედავთ, რომ დღეს რეალურად ეს ბუმერანგივით შეუტრიალდათ მათ. ევროკავშირში მიმდინარე კრიზისზე საქართველოს პრეზიდენტმა იმედი ლაივის ეთერში ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ევრობიუროკრატების მოქმედებები რეალურ ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ევროკავშირს ძირს უთხრის, რაც მის უკუსვლას განაპირობებს. ევროკავშირი არის თანასწორი, უნდა იყოს და ამ მოტივით არის შექმნილი, რომ თანასწორი ქვეყნები ერთმანეთის, ასე ვთქვათ, სოლიდარული და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გამზიარებლები ასე უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს ყველაფერი ირღვევა და ეს ადამიანები ამხელენ ამერიკის უსაფრთხოების დეკლარაციაში წარმოდგენილი პირდაპირ ჩვენივე გზავნილები, აი ერთი არის, რომ თუ ესე გააგრძელებს ევრობიუროკრატია და ევროკავშირი ქმედებას, ევროკავშირი აღარ იარსებებს. და მოყვანილი არის რატომ, ხო, რას ემსახურებიან ეს ფსევდოლიბერალური მიდგომები, ხო? დაკარგული ეს ეროვნული ინტერესები, მიგრაცია, პირდაპირ მნიშვნელობით არის უკუსვლაზე საუბარი. სუსის ყოფილ უფროს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა დახურული იყო, პროცესი თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. გრიგოლ ლილუაშვილის წერილი კი ადვოკატმა წაიკითხა, სადაც წერს, რომ ვიდრე სრულად არ შეისწავლის საქმის მასალებსა და მტკიცებულებებს, არაპირებს სხდომაზე დასწრებას. გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკეძის ინფორმაციით საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ოპოზიცია ფინანსდებოდა. Სადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისათვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება. კონკრეტულმა პირებმა რა ჩვენება მისცეს, რა გამოკითხვის ოლქში რა ინფორმაცია დასტურეს, ამაზე მე რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ერთ-ერთი გარემოება რა თქმა უნდა ეს იყო დღეს პროცესის დახურვისა, თუმცა გამოკითხული არიან რა თქმა უნდა შემხებლობაში მყოფი პირები ამ საქმეში მოიპოვება მათ შორის პირდაპირ ხასიათის მტკიცებულებები, რასაც თქვენ მამხილებელს უწოდებთ. გრიგოლ ლილუაშვილს ამ ეტაპისათვის გამოძიებისათვის რაიმე სახის ინფორმაცია მოწოდებული არ აქვს. ვახოდეს ღონისძიების სახით რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ. მას დასამალი არაფერი არ აქვს. უბრალოდ მისცემს ჩვენებას. ხომ აგიხსენით, საქმის მასალების გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს, უპასუხოს ყველაფერი გამოჩნდება სასამართლოში საქმის არსებით განხილვის დროს, რაც დავადასტურე და რაც თქვი ბატონი გრიგოლის გადმოცემით, იმას რა თქმა უნდა ვადასტურებ და დღესდღე ჩვენ ეს ხედვა გვაქვს. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა. ღონისძიება პროექტის ფარგლებში აშენებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური 8300 მეტრის სიგრძის 2 მილიონი გვირაბის შესასვლელთან გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა: გვირაბები, ხიდები, სადგურები და ქვისადგურები. ჯამში 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა ნაგებობა. მასშტაბური პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია.
არის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ჩვენ უკვე დღეიდან გადავერთვებით ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ის შეზღუდვები და ის ასე ვთქვათ ლიმიტირებული ოპერირების ნაწილი სრულად აღარ ქონდეს და მიმოსვლის დრო შევამციროთ, ექსპლუატაციის ხარჯებით შევამციროთ და ზოგადად მოძრაობის ოპერირება გაცილებით გამომჯობესოთ. ექსპლუატაციაში გაეშვა ახალი სარკინიგზო ხაზი. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს არსებულ რეალობას, შესაბამისად გაზრდის რკინიგზის ეფექტიანობას, ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყნის გადაკვეთის დრო შევამციროთ და შესაბამისად გავხადოთ რკინიგზა ბევრად უფრო ეფექტიანი. 48 წელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ილია მეორეს აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა. საქართველოს ეკლესიის მე-12 კრების გადაწყვეტილებით საქართველოს 151 პატრიარქად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 44 წლის ილია შიოლაშვილი აირჩიეს. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პატრიარქმა თითქმის მრევლის გარეშე დარჩენილი ეკლესია ჩაიბარა. უწმინდესი და უნეტარესი მე-20 და 21 საუკუნეების გამორჩეული რელიგიური ლიდერი და საზოგადო მოღვაწეა. პატრიარქი ილია მეორე დაჯილდოებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა დაიწყება 10 საათზე. ველოდებით სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყრე მეუფეშიოს მღვდელმთავრებს და სამღვდელოებას. ილია მეორეს აღსაყდრების დღეს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ულოცავენ და იმ ღვაწლზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქს ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე აქვს. თითქმის ნახევარი საუკუნეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების, რწმენის განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში. ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებ მას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. დღეს მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ნახევარი საუკუნე უდიდესი გამოწვევებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე და საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა ეს ურთულესი პერიოდი ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაიარა. მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს თანამედროვე ისტორიის წინაშე განუზომლად დიდია. მისმა სიბრძნემ ჩვენთვის მოცემულმა შენდობისა და შერიგების მაგალითმა, უფლისა და სამშობლოს უსაზღრო სიყვარულმა ჩვენს ქვეყანას უამრავი სიკეთე მოუტანა. ჩვენს ძვირფას კათოლიკოს პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენი ერის, სამშობლოსა და დედა ეკლესიის სიმტკიცისთვის დიდხან სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ქრისტეს შობას აღნიშნავენ. ღვთისმსახურება თბილისში ღვთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად გვიერ-ღამით დაიწყო, სადაც სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე აზოტო უძღვებოდა. ღვთისმსახურების მსვლელობისას ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ემანუელს, ანუ ბავშვის ქანდაკებას მშვიდობის ყრმაში აბრძანებენ, რომელიც მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულს წინ უძღვის საშობაო სამზადისი, რომელსაც ადვენტი ჰქვია. ეს პერიოდი შობამდე 4 კვირით ადრე იწყება. მორწმუნეები ქრისტეს შობისათვის ემზადებიან, რაც უმეტესად მარხვასა და აღსარების საიდუმლოს გულისხმობს. შობა არის ერთი ლამაზი დღესასწაული, სადაც საიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგო როგორ დიდი ღმერთის სიყვარული ადამიანების მიმართ. ღმერთის სიყვარული გამოჩნდება დღეს და ამიტომ ანგელოზმა გვითხრა ნუ გეშინიათ დაიბადა თქვენთვის ღრმა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შობის დღესასწაულს ულოცავენ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ქრისტეს შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. მაცხოვრის შობა მოქალაქეებს პრემიერმა, პრეზიდენტმა და თბილისის მერმა მიულოცეს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს. ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას ზეიმობს. ეს დღე სიკეთის, იმედისა და სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც შობას დღეს აღნიშნავს. გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. მაცხოვრის შობა არის სიყვარულის, სიკეთის, განახლებისა და იმედის სიმბოლო და მას გამორჩეულად ზეიმობს ყველა ქრისტიანი. დაეიყოს მშვიდობა ქვეყანაში და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებში.
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში წმინდა 4 თავის წარდგენა გაიმართა. ღონისძიება კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლის თავს მიეძღვნა. მე უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოს საპატრიარქოსი უწმინდესის ლოცვა კურთხევით გამოიცა ახალი რედაქცია, რომელიც არის უნიკალური, ძალიან დახვეწილი, ძალიან დეტალურად და სკრუპულოზურად შემუშავებული. საზედაო ასოები, ასომთავრულებით, რომელიც უძღვის მხედრულ ტექსტს, ამით ცოცხლდება ჩვენი უძველესი ასომთავრული დამწერლობა. ქრონიკა ამ დროისთვის ამით დასრულებული ახალი ამბებით ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით, მანამდე კი იმედის დილა გრძელდება.